მოგესალმებით, ჩემო საყვარელო გამომწერებო, ქობულეთიდან მოგესალმებით და ნახეთ, ახლა უნდა ვისაუბრო უჯრედისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც გვინდა წონაში დაკლება, ვინც დიეტაზე ვართ და მე აგერ 2 კვირაა ვცდილობ, რომ საერთოდ არ მივიღოთ კბილი. 1 თვის განმავლობაში არ მიმიღია ტკბილი, 6 აგვისტოს ხდება 1 თვე და როცა ესეთი მდიდარი ქვეყანა გვაქვს და სეზონური ხილი, ასე ვთქვათ, აქ-ამაქვს მაყვალი, ნახეთ, რომელიც ქობულეთში იყიდება, აი ყველანაირ მალინა და მოცვი. განსაკუთრებით უჯრედის მდიდარია აი მალინაში და მაყვალში. აი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის და რას საკეთებს ეს უჯრედისი? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიეტაზე ვართ, ანაყრებს. აი ბევრი მეკითხებით ხოლმე, რომ როგორ ებრძვი შიმშილს, აი როგორ ვებრძოლოთ შიმშილს, როდესაც ძალიან გვშია, აი უნდა მივიღოთ უჯრედისი და განსაკუთრებით აი ამ ორ პროდუქტში ეს არის მაყვალი და ეს არის მალინა. ბევრი ამზადებს, რომ შემოდის მალინა და მაყვალი და დაშაქრულს, ამზადებენ მურაბებს, კომპოტებს, საერთოდ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მავნია ესე მომზადებული, უნდა მივიღოთ ბევრი რაოდენობის, როდესაც სეზონია. მერე უკვე ამისი დაკონსერვება არის აბსოლუტურად მავნე შაქართან ერთად, რა თქმა უნდა. ეხლა როგორ ვიღებ მე ამას? აი ესეთ შეფუთვაში ქობულეთში აღმოვაჩინე, რომ იყიდება, აი ამხელა ხალხო არ ვიცი, ალბათ კილო ნახევარია თუ რამდენია, არ ვიცი, ლიტრიანია, ბერძნული იოგურტი. ახლა რით განსხვავდება ბერძნული იოგურტი ჩვენი მაწვნისგან? არის უფრო მაწვნი არის მჟავე, ეს არ არის მომჟავო გემო არა აქვს და აი ჩვეულებრივად ახლა მოვამზადებ აი ამით. ხო, კიდე არ დამავიწყდეს აუცილებლად, რას აკეთებს, გარდა იმისა, რომ ანაყრებს უჯრედში, მთლიანად წმინდავს, კუჭნაწლავს და მეტაბოლიზმი, რომელიც შენელებულია, ესე აი მარტივი ენით რო აგიხსნათ, შენელებულია აჩქარებს ჩვენ ორგანიზმში, აი უჯრედისი რასაც აკეთებს და რა თქმა უნდა, მოცვი თვალებისთვის, კუჭნაწლავისთვის, აი პირდაპირ ვისაც დისბაქტერიოზი გაქვთ, აი ეს არის ოქროს საბადო. და ეხლა მე როგორ ვამზადებ ამას? და აი ხო და აი ეს ვედრო ღირს ქობულეთში 10 ლარი და თბილისში ხარ დავასახელებ მარკეტებს, აი ეს რაოდენობა ღირს, რა ვიცი მე, კოლოსალური თანხა და აი რატო უნდა ღირდეს, თქვათ, ერთ რაიონში რაღაცა პროდუქტი რატო უნდა ღირდეს, აი ამხელა 10 ლარი ძალიან კარგია ეს ბერძნული იოგურტი და გამოვიყენებთ არა მარტო დიეტების დროს, ბავშვებისთვის, აი ძალიან აი ნახეთ რამდენია, უბრალოდ არ ვიცი ახლა ამას რა აწერია. 1 კილოა თუ რამდენია, აი საკმაოდ აი 1 ვედროა, ესე ვთქვათ, უზარმაზარი რაოდენობა ღირს 10 ლარი. და არ დავასახელებ ახლა სხვაგან, ხო? თუნდაც კარფურში ღირს, აი არ ვიცი რა, 20 ბირი, ასე ვთქვათ, პატარა შეფუთვაში. აი ეს ვერ გავიგე. ეხლა ესე ამოვიღებ მე ამას. სასწაულია ჩვენი ორგანიზმისთვის და აი ესე დავაყრი ამ ხილს, არც დავაბლენდერებ არაფერს, არის უგემრიელესი, გამოგვივა სახში მომზადებული იოგურტი და არა ის, რაც მაღაზიებში იყიდება. მაღაზიებში რო იოგურტები იყიდება და ზოგი რო დიეტაზე ხარ და აი მაღაზიაში ნაყიდ იოგურტებს მიერთმევთ, არის ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ მაღაზიაში ნაყიდი იოგურტი არის შაქრის საბადო. და კი არ გახდებით პირიქით, უბრალოდ შეიძლება არ მოგამატოთ, ეხლა მაგრამ უბრალოდ ვერ გახდებით. ეხლა ამაში მე ჩავყრი მალინას. ესევე, ნახეთ, რა სილამაზეა და ეს არის გამომივა მესამე კვებაც. ჩემი ორგანიზმი მომარაგდება ბევრი რაოდენობის უჯრედისით, რაც გითხარით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ ესე ცოტა. და მოცვი. აი ესე ნახეთ, დაუზნახეთ. ამაზე გემრიელი ტორტი, ამაზე მეტი ტკბილეული რა უნდა მივიღოთ? კიდე დავადოთ ზემოდან და
მივირთვათ. ამოურიოთ. აი ესე უნდა მივირთვათ სეზონურად. გავხდებით კიდევაც. აი აქ იმდენი იყიდება, ესე ჭკვიანურია პატარ-პატარა შეფუთვებში ესე ყიდიან. ზოგან 7 ლარი ღირს, ზოგან 10 ლარი ღირს და ეს რამდენი დღის საკმარისია, ხო? აი ამ ასეთ შეფუთვებში, ნახეთ. ეს გვეყოფა, რა ვიცი მე, 3-4 დღე. აი ესე მოვამზადებ. გადავიტანე ხა ამას ჭიქაში და მივირთმევ. აი მერწმუნეთ, აი ესე რომ ვიყვებები, უფრო არა მაქვს ტკბილის მოთხოვნილობა. მესამე კვებას თუ გააკეთებთ ამას შიმშილის შეგრძნება საერთოდ არ გექნებათ, იმიტომ რომ უჯრედისი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც აი ანაყრებს ორგანიზმს და არის ჩვენი ორგანიზმის ყველაზე ძლიერი მკვებავი და გამწყენი. აი ეს მინდოდა რომ მე თქვა ჩემო საყვარელო, თუ ეს რჩევა გამოგადგებათ, ძალიან გამიხარდება, მიყვარხართ.